სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისაწმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, მამაო ჩვენოს გამარტება. მეგობრებო, ეს ლოცვა იწოდება საუფლო ლოცვად. იმიტომ რომ თვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს მაშინ, როცა მათ სთხოვეს უფალს ესწავლებინა მათთვის ლოცვა. რამე თუ არ ეცოდნენ როგორ ელოცათ. ამიტომაც ეს ლოცვა არის უმთავრესი სხვა ლოცვათა შორის. მეგობრებო, ამ ლოცვაში ჩვენ მივმართავთ მამა ღმერთს, წმინდა სამების პირველ წევს. ეს ლოცვა იყოფა 7 თხოვნად, ანუ ვედრებად. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. ანუ ლოცვის დასაწყისში, მეგობრებო, ჩვენ ვთხოვთ მამა ღმერთს, რომელიც არის ჩვენი ზეციური მამა, ისმინოს ჩვენი თხოვნა ვედრება, ხო? როცა ჩვენ ზეცას ვახსენებთ, ხო? აქ ეხლა არ გულისხმობთ, ხო, რაღაც ხილულ ცისფერ ზეცას, ხო, ცას, რომელიც დედამიწის გარს აკრავს, ხო, არამედ უხილავ სულიერ ზეცას. მეგობრებო, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ამით ჩვენ ვსწავლობთ, ესე იგი ქრისტე ჩვენ ამით გვასწავლის, ხო, უფალი გვასწავლის, რომ ღმერთს უნდა მივმართოთ როგორც მამას, ხო, სიყვარულით და ნდობით, არა როგორც ბრძანებელს, ხო, შიშით. წმინდა კირილე იერუსალიმელი ამბობს, როცა ვამბობთ მამაო ჩვენო, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყველანი ღმერთის შვილები ვართ. შემდეგ, წმინდა იყავს სახელი შენი. ესე იგი, ნახეთ მეგობრებო, ანუ ამით წმინდა იყავს სახელი შენი, ხო, ანუ დაგვეხმარე, მოგვმადლე, მოგვეცი ძალა, რათა ვიცხოვროთ ისე მართლა და წმინდად, ხო, რომ შენი სახელი მარად წმინდად იყოს ჩვენში და არ შეიბღალოს, ხო, რა ჩვენი უწმინდური საქმეებითა და უსჯულო ცხოვრებით. ასევე როცა ვლოცულობთ, ხო, და ვამბობთ წმინდა იყავს სახელი შენი, ჩვენ არ ვითხოვთ, ხო, რომ თვითონ ღმერთი წმინდად გახდეს, ხო, ის რა თქმა უნდა ისედაც წმინდაა. ჩვენ ვითხოვთ, მეგობრებო, რომ მისი წმინდა სახელი ჩვენს გულებში, ანუ ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს საქმეებში იყოს განდიდებული და პატივცემული, ხო, ანუ რომ ჩვენ თვითონ ვიცხოვროთ ისე, რომ ღმერთის სახელი ჩვენით არ შეიბილწოს, ხო, არამედ წმინდებოდეს, ხო, უნდა ვადიდოთ. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის ჩვენი საქმეებით უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ მისი ერთგულები ვარ და ვადიდოთ უფალი. შემდეგ, მოვედინ სუფევა შენი. ანუ გაგვხადე ღირსი, რომ ესე იგი აქ დედამიწაზე ვიხილოთ შენი ზეციური მეუფება თვით ჩვენს გულებში და ჩვენს ირგვლივ, ხო, ეს არის მეგობრებო სიმართლე, ხო, ანუ ეს არის ასევე სიყვარული, ხო, თავმდაბლობა, მშვიდობა, ხო, გულში უნდა გქონდეს მშვიდობა პირველ ყოვლისა. ეს სიტყვა გულისხმობს, რომ გსურს ასევე გსურს უფალი სუფევდეს ჩვენ გულში და არა ბოროტება. ასევე წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ სასუფეველი ნიშნავს სულიწმინდის ცხოვრებას ჩვენს გულებში, სადაც ქრისტე მეფობს და ცოდვას აღარ აქვს ძალა. შემდეგ, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ნახეთ მეგობრებო, ეს სიტყვები, ანუ დაე ყველაფერი იყოს ისე როგორც შენ გსურს, შენ და არა მე და არა ჩვენ, ხო?
როგორც ჩვენ გვსურს ხო და დაგვეხმარე შეგვაძლებინე დავემორჩილოთ შენს ნებას და ისევე უსიტყვოდ აღვასრულოთ როგორც ამას აღასრულებენ ზეცაში სულიერ სამყაროში ხო დიდი სიყვარულითა და სიხარულით წმინდა ანგელოზნი რადგან მხოლოდ შენთვისაა ცნობილი რა არის ჭეშმარიტად კარგი და სასურველი ჩემთვის ხო და რა არის ცუდი ასევე ამ სიტყვებით ჩვენ ვამბობთ რომ აი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა რომ ანუ შენ ბევრად მეტი სიკეთე გსურს ჩემთვის ხო ჩემთვის ხო ანუ ვიდრე ჩვენი თავისთვის მაქსიმე აღსარებელი ამბობს ანუ როცა ადამიანი ცოდვას უარყოფს და სიმართლეში ცხოვრობს მეგობრებო მაშინ ხდება ღვთის ნების აღსრულება დედამიწაზე გესმით აი ამაშია საქმე შემდეგი პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს ну პურის ქვეშ მეგობრებო აქ იგულისხმება არა მხოლოდ საჭმელი ესე თქვა ფიზიკურ პური ხო არამედ ყოველივე ის რაც აუცილებელია დედამიწაზე ჩვენი არსებობისთვის ანუ ეს იქნება საკვები საზაცმელი საცხოვრებელი ესე იგი რა ყველაზე მთავარი ხო ყოვლადწმინდა რა არის ყველაზე მთავარი ყოვლადწმინდა ხორცი წმინდა ხორცი და პატიოსანი სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხო რომელსაც წმინდა ზიარების საიდუმლოში ვღებულობ და რომლის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა ხო არ არსებობს მარადიული სიცოცხლე ზიარების გარეშე უფალმა გვიანდერძა ვითხოვოთ ჩვენთვის არა სიმდიდრე არა ფუფუნება არამედ მხოლოდ ის რაც არსებობისთვის არის აუცილებელი და ყველაფერში მივენდოთ ღმერთს გვახსოვდეს რომ ის როგორც მამა მარადის ზრუნავს ხო და განისდის ჩვენს გამო ხო აი ასევე ნახეთ პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს აი ეს დღეს რა არის ხო აი როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს მეგობრებო ეს დღეს ნიშნავს ანუ ყოველი დღე გვჭირდება სულიერი საკვები ესე იგი ლოცვა და მადლი ხო როგორც სხეულს ჭირდება თქვა საკვები საჭმელი ხო ჭამთ ხო ასევე სულს ჭირდება საკვები ხო სულიერი საკვები ვაგრძელებთ და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა ну აქ ყველაფერი გასაგებია აქ არის ძალიან მარტივად და ეს რა თქმა უნდა ამის გარეშე წარმოუდგენს შეუძლებელია არ არსებობს ანუ ჩვენ უნდა მიუტევოთ ადამიანებს ისევე მოგვიტევებს და შეგვიწყალებს გვაპატიებს ჩვენი ცოდვები როგორც ჩვენ ვაპატიებთ მათ ხო ანუ ვინც ჩვენს წინაშე ცოდავს ხო ესე იგი ამ შემთხვევაში მეგობრებო ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები ჩვენს ვალებად იწოდება ვალებად ხო ვალი და აი რატომ ნახეთ ღმერთმა მოგცა ადამიანებს ძალა ნიჭი და შესაძლებლობა რათა სიკეთე ვაკეთოთ ეს ღმერთმა მოგცა ჩვენ ნიჭი რომ ვაკეთოთ ჩვენ კი ხშირად ღმერთისგან სასიკეთოდ მოცემულ ნიჭსა და უნარს ბოროტებისათვის ცოდვების ჩასადებად ვიყენებ და ესე იგი ამრიგად ღვთის წინაშე ვალში აღმოჩნდებით ხოლმე გესმით ასე რომ თუ ჩვენ თვითონ გულწრფელად არ პატიობთ ჩვენს მოვალეებს ასე ვთქვათ არც ღმერთი გვაპატიებს ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს ეს კარგად უნდა ვიცოდეთ არც ღმერთი გვაპატიებს ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს. შემდეგი მე-7 ესე იგი და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსასწრებელსა ესე იგი აქ ნახეთ ესე განსაცდელი ქვია აქ ისეთ მდგომარეობას მეგობრებო როცა რაღაც ძალა ესე იგი გვეწევა სოდვისაკენ ან ვინმე გვაიძულებს ან რაღაც გვაცდუნებს სოდვის ჩასადენად ხო ანუ რომლის გადატანას ჩვენ არ შეგვიძლია ხა და ესე იგი რომლის
წინაშე ჩვენ უძლურნი ვართ, ხო? აი ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი ცდუნებას გვიგზავნის, არამედ ვთხოვთ, არ დაგტოვოს მარტო, მაშინ როცა არის დიდი განსასწრელი პრობლემა, გაჭირვება, უძლურება და ესე იგი გამოცდა და ასე შემდეგ. მერვე, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ესე იგი, ანუ გადაგვარჩინეთ ჩვენ ქვეყნიერებაზე, ანუ არსებული ყოველგვარი ბოროტებისაგან, ხო, თვითეშმაკისაგან, რომელიც ყოველ ჟამს მზად არის ჩვენს დასაღუპა და მართლაც ასე არის, არ ძინავს, არც წამის, ეძებს, როგორ დაუყბოს, რაღაც შეგვასტინოს, რაღაც აზრები მოვაწოდოს და მოკლედ ასე შემდეგ. დაგვიფარე და გადაგვარჩინე ღმერთო მისი მზაკვარი და მთლიანი სიცრუისაგან, რომელიც შენს წინაშე არარაობა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ხო? აი, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს ნიშნავს გვიხსენი ეშმაკისაგან, ბოროტი აზრებისაგან და ცოდვის ძალისაგან. რამხელა დიდი მადლია და რამხელა დიდი ძალაა, უდიდესი ძალაა. ესე იგი ჩვენ ბოლომდე არ გვაქვს გაზრებული რა ძალაა ამ ლოცვას. მამაო ჩვენოს და აი ეს გნებავთ მე ჩაწერილი მაგ არღზე თუ გნებავთ მოусმინეთ აი ეს პანიკური შიშებზე, შეტევებზე, იქ ეჭვებზე, რაღაც ნერვოზი და აზრები, ფიქრები და პანიკური ეს ყველაფერი შემოტევა რო არის და ამიტომ აი ეს ყველაფერი უნდა ვიკითხოთ ეს ლოცვა გულით უნდა გულწრფელად წავიკითხოთ დილას, საღამოს, შუადღეს, როცა გვინდა 3-ჯერ, 10-ჯერ, 20-ჯერ, 50-ჯერ. ეს გრიგოლ ნოსელი ამბობს ასევე რომ ანუ მიხსნეთ არამედ მიხსნეთ ჩვენ ბოროტისაგან, ანუ ეს არის ადამიანის ბოლო, ესე ვთქვათ, ზარი ღმერთისკენ, რათა თავად უფალმა დაიცვა ჩვენი გული და სული ყოველგვარი ბოროტებისაგან. და ბოლოს უკაცრავად და ბოლოს რამე თუ შენი არ სუფევა, ძალა და დიდება უკუნისამდე. ამინ. ეს არის მეგობრებო მადლობის და აღიარების სიტყვა, ხო? და ანუ ამ სიტყვებით ჩვენ ვაღიარებთ, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ამ სიტყვებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყოველი სიკეთე, გამარჯვება და ძალა მხოლოდ ღმერთისგანაა. ის არის წყარო და ჩვენ რაღაცა ვართ და ვიღაცა ვართ ქრისტესთან ერთად, თუ ქრისტეში ვართ და ჩვენ არაფერი და არავინ არ ვართ ქრისტეს გარეშე. იმიტომ რომ ყოველი თითოეული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ეს არის უდიდესი წყალობა ქრისტეს, დიდება და მადლობა მას. ეს არის სასწაული ყოველდღე ჩვენ რომ ვიღვიძებთ დილით ესე იგი და ვდგებით ლოგინდად ეს არის დიდი სასწაული და ადამიანებს გადის წლები და ერთხელ არ ვამბობთ რომ უფალო მადლობა მე უღირსი რომ აი კიდე ესე იგი ცოცხალი ვარ და ესე იგი რაღაცა სულს კიდე ქრისტეს ჩვენგან რომ რაღაცა ესე იგი ჩვენ და რაღაცა აქვს გეგმა. ამიტომ მეგობრებო ვაკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე, ვაპატიოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, გავიღოთ მოწყალება, დავეხმაროთ, ცივი წყალი დავალევინოთ, ელემენტარული, ეს ამასაც არ დაგეკარგავთ უფალი. და ესე იგი რაც შეიძლება ხშირად ჩავაბაროთ ახსარება და ვეზიარო და ვაპატიოთ ერთმანეთი და ვიყოთ თავდაბლები, როგორც გვასწავლა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც მოგცა უდიდესი, ყველაზე დიდი მაგალითი სიყვარულის და თავდაბლობის. ამინ, ანუ ამინ ნიშნავს ასე იყოს, ასეა, ჭეშმარიტად, აი ასე. ესე იგი სრული ნდობა ღმერთისადმი და რწმენა რომ მისი ნება არის ჩვენი გადარჩენა. ღმერთმა მოგცეთ ლოცვის ძალა და ღმერთმა შეგიწიროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაიხარეთ, მადლობა.